ხო ჩვენ კვლავ პირდაპირ ჩართვა გვექნება თეა სიჭინავა შემოგვიერთდება ეთერში თეა გისმენთ მაგდა დავეთანხმებით ალბათ რომ ყველაზე დიდი ესე ვთქვათ განცდა რაც ამ დღესთან დაკავშირებით გვაქვს მოქალაქეები მოდიან ამ განცდის გამოსახატავად სწორედ აქ მაგრამ უფრო მეტად მტკივნეული ალბათ იმ ადამიანებისთვის რომლებიც სულით გულით ეხლა დღეს საქართველოში არიან მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება რომ ფიზიკურად ჩამოვიდნენ და პატივი მიაგონ პატრიარქს მე გულისხმობ ჩვენს ემიგრანტებს რომლებიც ჩვენზე მეტადაც ალბათ განიცდიან ამ დღეს, იმიტომ რომ მათ არ აქვს შესაძლებლობა თუნდაც ამ რიგში იდგნენ, ეხლა რომელიც ჩემს უკან არის. ეხლა ჩვენთან არის არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარი. ის სწორედ დღეს ჩამოვიდა პატივის მისაგებად. მოგესალმებით, მამაო, პირველ რიგში გისამძიმრებთ ამ დღეს, ამ დიდ დანაკარგს და აი ეს ხაზი მინდა გავაგრძელო ემიგრაციაში მყოფი ქართველისთვის რა დღეებია ეს? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და გისამძიმრებთ უსამძიმრებთ თქვენს მაყურებელს და უსამძიმრებთ მთელ ჩვენ ერს მთელ საქართველოს მთელ მსოფლიოს უსამძიმრებთ მართლა ძალიან დიდი დანაკლისი არის მთელი მსოფლიოსთვის აი დღეს რამოდენიმე საათი ვიდექი ეხლა აქ და აი უამრავი ადამიანი მოდიოდა უცხოეთის დელეგაციიდან ძალიან ბევრი მაღალი იერარქები ყველას უნდა რომ რაღაც პატივისცემა გამოხატოს ჩვენი პატრიარქისადმი. მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ აი მერწმუნეთ რომ ყველაზე მეტად ამას, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. აი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქის ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ. ემიგრანტები ადამიან ამას გრძნობს და აი განსაკუთრებულად შეიყვარეს ჩვენმა ემიგრანტებმა ჩვენი პატრიარქი. აი განსაკუთრებული მიმართვებიც ჰქონდა ხოლმე ემიგრანტების მისამართით, ანუ სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანების მიმართ მისი ზრუნვა და ლოცვა ეს ყველა ეპისტოლეში იგრძნებოდა თითქმის. მე 20 წელია ბარსელონაში ვარ უკვე და როდესაც ჩამოვდიოდი, მისმა უწმიდესობამ გამიშა ჩვენს ეპარქიაში, როდესაც ჩამოვიდოდი, მეკითხებოდა ხოლმე ყოველთვის როგორ არიან ემიგრანტები და შემდეგ მეუნეოდა რომ აი განსაკუთრებულად აი სითბო და სიყვარული დაანახე, აი განსაკუთრებულად სითბო და სიყვარული. არასოდეს არ ავიწყდებოდა პატრიარქს აი ჩვენი ემიგრანტები. არავინ არ ავიწყდებოდა, მაგრამ აი ემიგრანტებზე რომ ზრუნავდა ეს ყველგან ჩანდა, არ ავიწყდებოდა არასოდეს. აი როგორი განცდა იყო ეხლა რაღაც აი რაღაც დიდი ტკივილის, აი ნამდვილი ობლობის განცდა, რომ რაღაც იყო ძალიან დიდი შიში, რაღაც უცებ უიმედობა, რაღაც აი ძალიან დიდი ტკივილი. აი მამაო, იმედი რომელიც პატრიარქთან დაკავშირებული იყო ეს ყველა ადამიანს გააჩნდა საქართველოში ცხოვრებსაც და ემიგრაციაში ცხოვრებსაც. ეხლა ერთ-ერთი კითხვა ისმის, ესე ვთქვათ, აი რა იქნება ხვალ, როგორი შეიძლება იყოს ხვალ, აი რა იქნებოდა ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, დასტური იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მათი პატრიარქის ლოცვა კუთხევა გამუდმებით ესმით და გამუდმებით მიყვებიან, აი ყველაზე მეტი რასაც ისურვებდა პატრიარქი რომ არ დაეკარგათ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მართალი ბრძანდებით ეს იყო ძალიან აი პირველი აი ძალიან დიდი შიშის აი უიმედობის აი ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა. აი რომ მოვდიოდი დღეს ჩამოვედი ბარსელონიდან ერთი ადამიანი აი მეუნეოდა რომ აი დედაც გარდამეცვალა და მამაც მაგრამ აი როდესაც აი ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა აი დღეს ვიგრძენი ნამდვილი ობლობა რა არის აი როგორი აი მწარე რეალობა მართლაც აი ამ სიტყვებში ძალიან მტკივნეულად განიცდის ამ ყველაფერს ჩვენი ემიგრანტები და ჩვენი პატრიარქის მთელი ცხოვრება შეგნებული ცხოვრება რომელიც მიუწვდა ღმერთს და ჩვენ სამშობლოს აი ორ სიტყვაში დაახასიათა რომ გრწამდეთ და გიყვარდეთ აი ეს არის ყველაზე დიდი ნუგეში ჩვენთვის და ამავდროულად ძალიან დიდი ტკივილი ახლა ჩვენთვის ყველა ვგლობთ მაგრამ ამავდროულად ქრისტიანები ვართ და გვწამს და გვჯერა ამის რომ ჩვენ ყველას ზეციური მეოხი შეგვემატა ზეციურ საქართველოში მთელი ცხოვრება ჩვენზე ფიქრობდა აი თელს ერზე მამაშალო კეკლიამ თქვა რომ მართლა ჩამონდნა და ჩამოიღვენთა ჩვენი პატრიარქი და ჩამოიღვენთა თითოეული ჩვენთაგანისათვის აი ყველასთვის მლოცველი და ყველას მზრუნველი იყო და
თუ აქ ამ ცხოვრებაში ესეთი იყო ფიზიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დიდი შემწე და მეოხე გვეყოლება იგზეციურ საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი ნუგეში და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და აქეთ უნდა მივმართოთ ეს ტკივილიც, ეს მწუხარებაც. ამან არ უნდა შეგვაშინოს პირიქით ღმერთისკენ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ გზა. ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა, ჩვენი ეპარქიიდან მეუფე აბრაამის კურთხევით, აი თითქმის ყველა მოძღვრები ჩამოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა ჩვენი ეპარქიიდან, აი ჩვენი სამრევლოდან, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოდან, მაგრამ მათ აქვთ ერთი თხოვნა და დანაბარები, რომ აი უთხარით, რომ აი დაემშვიდობეთ ჩვენს მაგივრად პატრიარქს და უთხარით, რომ ძალიან გვიყვარს და ძალიან განვისთის ამ ყველაფერს და ილოცოს ჩვენთვის. შეავედრეთ ჩვენი სამრევლო, შეავედრეთ ჩვენი თავი, რომ შეგვეწიოს პატრიარქი იგზეციური საქართველოდან. დიდი მადლობა არქიმანდრიტი კავას ფალავანდიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. გმადლობთ მობრძანებისთვის.